ეს ვიდეო არის ჩემთვის ის სასწაული. აქ შენ არ იყავი ჟურნალისტი. ქუთაისი ყოველთვის იქნება ჩემი ბავშვობა, ჩემი სახლი. ყველაფერი, რასაც უკავშირდება ჩემი მთავარი ემოცია, ჩემი ოჯახი. ბაბუსთან ერთად რაღაც დასრულდა, აი ბავშვობა დასრულდა რა. ისიც ვიცი ზუსტად რომ აუცილებლად დაუბრუნდები. მე იმდენად მიყვარს. ანუ იმდენად მართლა ჩემი ცხოვრების წესია ჟურნალისტიკა, იმდენად მთელი ჩემი შეგნებით მჯერა იმისაც ვაკეთებ. და მართლა მთელი გრძნობით ვაკეთებ რა. რა გენატრება ყველაზე მეტად პროფესიიდან? ყველაზე მეტად მენატრება ადამიანებთან შეხვედრა. აი აქციის დროს რომ დავდიოდი და უცხო ადამიანებს რომ ვრთავდი, რომ აი ეს კომუნიკაცია მენატრება. გამარჯობა. დღევანდელი ჩემი გადაცემის მთავარი გმირი არის ადამიანი, რომელიც არასდროს მალავს ემოციას, რომელიც ყოველთვის ხმამაღლა ამბობს საკუთარ სიმართლეს, მაშინაც კი, როდესაც შეიძლება ეს სიმართლე საკმაოდ დიდ რისკებთან იყოს დაკავშირებული. დღევანდელი ჩემი გადაცემის გმირი არის ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა იმისთვის, რომ ხარ ჩემთან ერთად დღეს. ძალიან დიდი მადლობა შენ პირველ რიგში იმისთვის, რომ მომიწვიე, ცოტა უხერხულია ჩემთვის. აი, როდესაც მე თვითონ ვარ რესპონდენტი, კომფორტული არ არის. რამდენადაც მიყვარს კამერა, ასეთ დროს კამერა არ მიყვარს, იმიტომ რომ მერიდება. ხო, გერიდება და თან რაღაცა ცოტა ისეთი არასტანდარტული მდგომარეობა არის შენი, ხო? მაგრამ ძალიან მაინტერესებ შენ ჩემ ფორმატში და დარწმუნებული ვარ, ხო საუბრობდით ჩვენ, რომ არ ვიცით რაზე ვილაპარაკებთ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა არ არის დაგეგმილი, რა თქმა უნდა, არც ერთი ჩემი გადაცემა არ იგეგმება ესე რაღაცა კითხვებით გაწერილი, მაგრამ ეს არის ის გადაცემა, როდესაც სპეციალურად ნაკლები ვიფიქრე და ზუსტად ისე მინდა რომ წავიყვანოთ ჩვენ ინტერვიუ, რომ იყოს გულწრფელი მხოლოდ დიალოგი ჩვენს შორის და მე დარწმუნებული ვარ, ის რაც შენ არ გაკლია, ეს არის გულწრფელობა, როდესაც რესპონდენტზე ვფიქრობ, პირველ რიგში ვფიქრობ, რაც არ უნდა ბექგრაუნდი ქონდეს, მთავარია რომ ის ადამიანი იყოს გულწრფელი, იმიტომ რომ ეს უმთავრესი არის იმისთვის, რომ საინტერესო გახდეს მე უკვე მაყურებლისთვისაც და პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩემთვის. ამიტომ მე ვიცი რომ შენ ხარ ძალიან გულწრფელი და ძალიან მაინტერესებს შენი ამბავი. იმედია რომ წარდგენას გავამართლებ და კი მე შენთან მით უმეტეს სულ გულწრფელი ვარ და ზოგადად ხო პირდაპირობა და იმის თქმა რასაც ვფიქრობ არის ჩემი თვისება. ვერ ვიტყვი რომ მარტო სასიკეთო შედეგი მოუტანია, მაგრამ იგავია. და მთავარია რომ აი რაღაცა ამ სტილშიც შემოყვე ყველაფერში და ნერვიულობამ არ მაჯობოს, იმიტომ რომ მართლა ვნერვიულობ. იმიტომ რომ დღეს აქ ვარ, რესპონდენტი ვარ და უნდა ვილაპარაკო ჩემ თავზე და ეს არ არის ჩვეული პოზა. თან ჩვეული სიტუაციაც არ არის, იმიტომ რომ რამდენიმე თვეა უკვე ეკრანებზე აღარც ჩანხარ და დარწმუნებული ვარ, რომ კრიტიკული თვალი კიდევ უფრო, ანუ ის ადამიანები, რომლებიც შენ გაკრიტიკებდნენ, შეიძლება რაღაც გარკვეული პოზიციის გამო, მაგრამ აინტერესებდი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ახლა ჩაუსაფრთხებიან ამ გადაცემას. ასე მგონია, რა ვიცი. კეთილად განწყობილიც და ისე განწყობილიც. ხო, იცი რა, შენ რაც თქვი, რომ საერთოდ სიმართლის ლაპარაკი ხო არ არის ყოველთვის მომგებიანი კი არა და მომხიბვლელი ყველასთვის, მაგრამ ეს არის თვისება, რომელიც მე ძალიან მომწონს ადამიანში და ეს თვისება ჩვენ ერთად მუშაობდით, ეხლა და ვიცნობდით ერთმანეთს. მე შენ კადრშიც შეგამჩნი, არა მხოლოდ ის, რომ უშუალოდ გიცნობდი და მე იქ დავიჭირე ეს შენი ხასიათის თვისება, რომელსაც მე ძალიან დიდ პატივს ვცემ. შეიძლება 90%-ს არ მოწონდი ამ თვისების გამო, მაგრამ არის უნიკალური თვისება და მე ვფიქრობ, რომ ცუდი ამაში ნამდვილად არაფერი არ არის. მოდი დავიწყოთ თავიდან, შენი ამბის მოყოლით. სად დაიბადე, გაიზარდე და შენს ბავშვობაზე მომიყევი? დავიბადე ქუთაისში, ჩემს მშობლიურ ქალაქში და ალბათ სადაც არ უნდა ვიცხოვრო და რამდენად შორს არ უნდა წავიდე ქუთაისიდან, ქუთაისი ყოველთვის იქნება ჩემი ბავშვობა, ჩემი სახლი. ყველაფერი, რასაც უკავშირდება ჩემი მთავარი ემოცია, ჩემი ოჯახი. იქ ვისწავლე, სკოლა ქუთაისში დავამთავრე და შემდეგ უკვე გადმოვედი თბილისში, იმიტომ რომ
მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ მინდოდა ჟურნალისტობა და თბილისი იძლეოდა იმის შესაძლებლობას, რასაც სამწუხაროდ ქუთაისი არა. ჩემს ქალაქში რო ყოფილიყო შესაძლებელი, დღემდე ამას ვამბობ, ჩემს ქალაქში რომ იყოს შესაძლებელი, რომ მე იქ ვიმუშაო, მე იქ ვიცხოვრო, მე არასდროს დავტოვებდი ქუთაისს. აი რა აქვს მეც ახლო შეხება მაქვს ქუთაისთან და აი რა აქვს ის განსაკუთრებული შენთვის ქუთაისს? ქუთაისი მართლა არის ურთიერთობა. ქუთაისი არის ადამიანობა. იქ სხვანაირად არის. თბილისი მაინც დატვირთულია. ხალხს მუდმივად ეჩქარება სტრესია თბილისი. აი ქუთაისში არის შენარჩუნებული მეწილად, არ ვამბობ რომ სხვაგან არ არის, მაგრამ გვერდით დგომა, მეზობლობა, იუმორი აქვს ფანტასტიკური. იუმორი ფანტასტიკურია ქუთაისში, ხო? აი ქუთაისში ვისაც უცხოვრია და ვინც იცის ქუთაისური იუმორი, სხვა იუმორს ასე მარტივად ვეღარ მიიღებს. აი ქუთაის აქ შენარჩუნებული ის რომ აი ქუთაისელი ხარ. და მე ხარ ყველაფერი სხვა დანარჩენი რა. აი იქ ყველასთვის პირველი სტატუსი არის ის, რომ შენ ქუთაისში დაიბადე, არ ვიცი. სიტყვებით მიჭირს გამოხატვა, იმდენად მიყვარს, თითოეული ქუჩა მიყვარს, თითოეული ადგილი. როდესაც ქუთაისში ჩავდივარ, რაც არ უნდა ცუდად ვიყო, ან ცუდი პერიოდი მქონდეს, მე ვარ ბედნიერი. ყველაფერი მიყვარს. გარშემო ადამიანები, სტუმარ-მასპინძლობა, ეს გვაქვს მართლა უნიკალური, ანუ ქუთაისში ზრდილობის გამო არავინ მიდი პატიჟებს, რა იმობრძანდით, არა იქ მართლა მთელი გული თუ ხარია. სტუმართმოყვარე ხალხია. აი ჩვენ ისეთი ხალხი ვართ, რომ აი სულ ვხუმრობ ხოლმე. ფული რო არ გქონდეს, აი ფიზიკურად და შენ იცი რომ სტუმარი მოდის. ვალს დაიდებ ყველასას გარშემო, ყველაფერს გააკეთებ, ყველაფერს გაიჭირვებ და შენ იმ ადამიანს დახვდები. ანუ განა იმიტომ რომ იმ ადამიანს მარტო ყავა რო დაუდგა, არ გაეხარდება. აი შენ სტუმარი როდესაც მოდის და ეს რო გიხარია, გინდა გამოხატო მათ შორის ამ მომზადებით, რომ აი მე შენთვის საგანგებოდ მოვემზადე რა. და გინდა არ გინდა მე შენც მათნაირი ხდები, ხო? ეს რაც საერთო ხასიათის ნაწილია, სტუმართმოყვარეობა და რაღაცა მე როგორ ხასიათში გადაგდის, არა? ხო, ჩემს სახლში არასდროსაა სიცარიელი. არასდროს მუდმივად სტუმარია, ასეა ქუთაისის სახლში, ასეა თბილისის სახლში, ანუ სითბოა ქუთაისში. იმერული, ისეთი ქუთაისური იუმორით გითხრან, ოღონდ სიმართლეს გეტყვიან. ხო. არ არსებობს, რომ რაღაც არ გითხრან. ისე რომ დარჩეს. სადღაც იუმორში მაინც გიკვენენ და გეტყვიან. ვერ მოითმენენ რა. ეს იუმორი გააქვს. ქუთაისური იუმორი. ამბობენ. ხასიათს გააჩნია, ასე ვიტყვი. მაგრამ ძალიან საინტერესო კი არა და ხო, საინტერესო. ხო, ესე ამბობენ, რომ იუმორი მაქვს. ოღონდ ნუ ხასიათის პრობლემა. მოგონება შენი, რომელიც ქუთაისთან ასოცირდება, რომელიც აი ხაც უცებ გაგახსენდა. ბაბუ. მომიყევი. ბაბუს ამბავ. მე გამზარდა ბებომ და ბაბუმ. დედა ჩემის დედმამამ, იმიტომ რომ დედა ჟურნალისტი იყო და არასდროს ეცალა. მამა ჩემი ემიგრაციაში იყო, დედა ჩემი ემიგრაციაში იყო, ანუ ჩემი ოჯახის ბევრმა წევრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ემიგრაციაში წასულიყვნენ, იმიტომ რომ იყო 90-იანი. იმიტომ რომ ყველასთვის გასაგებია. ხო, ძალიან რთული პერიოდი და ეს პერიოდი ჩვენც მთელი სიმძიმით გავიარეთ, როგორც საქართველოს ცხოვრებლების უმრავლესობამ და ბებოს და ბაბუს ვიყავი მიბარებული სულ და ისინი მზრდიდნენ. აი ბაბუა ჩემს მაგალითად დღეში 10 ჯერ ვაკითხებდი 5 კუნჭულას ზღაპარს. უკვე იცოდა ზეპირად. ან ბაბუს გოგო ვიყავი სკოლაში ბაბუს დავყავდი. ჩემი მთელი მოგონება, მთელი ბავშვობა არის ბებო და ბაბუ. ბებო მყავს, ბაბუ აღარ. ბოლო 2 დღე აღარ მინახავს ბაბუ. რა იყო ბოლო კომუნიკაცია? ბოლო კომუნიკაცია იყო ლოგინთან ვიჭექი. ველაპარაკებოდი და მე და ბაბუს მთელი ცხოვრება გვიყვარდა ტარხუნის ლიმონადი. სულ ტარხუნის ლიმონადს ვამდით. ტარხუნის ლიმონადი მომინდა მომიტანეო და რომ მივუტანე ეს ტარხუნის ლიმონადი დაეწყო სპაზმი, ცუდად გახდა. და მაშინ ისევ რო ცუდად გახდა, უკვე მეც ნერვული შეტევა მქონდა და მაშინ იმდენად ცუდად იყო უკვე ყველაფერი, ჩემებმა გადაწყვეტეს, რომ უკვე იქ მე ვეღარ ვიქნებოდი. რაღაც შეიცვალა შენ ცხოვრებაში მაგ დღის მერე? რაღაც ჩაწყდა ჩემში. რაღაც რაც აღარასდროს გამთელებულ, ანუ ბაბუსთან ერთად რაღაც დასრულდა, აი ბავშვობა დასრულდა რა. ყველაფერი დასრულდა, მე მქონდა ის სახლი ძალიან მალე გაყიდეს, ბებოს და ბაბუს სახლი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარდა, ანუ ჩემი დედმამის სახლში არ მივდიოდი, ისე მიყვარდა. კარზე ზარი რო იყო, მე მიყვარდა ნაყინების ჭამა და ბაბუს მქონდა 10 ცალი, 15 ცალი ნაყინი და იმ სახლს ვიდრე გავყიდდით იქ ბებოსთან ერთად რო ვიყავი,
ოღონდ ღამე ვეღარ ვრჩებოდი, ან დღისით ვიყავი, არ შემეძლო დიდხანს იყოფნი. კარზე საირო იყო, გავიქცეოდი, რომ აი ბაბუ მოვიდა ნაყინით ხელში რა და უკვე გავაღებდი ვიღაც სხვა დამხვდებოდა და არადეა. მერე ქუჩაში პერანგს მივამსგავსებდი. გავიქცეოდი ჩასახუტებლად, ეს გამოვატრიალებდი არა და ტარხუნის ლიმონადი შემზისხდა. მართლა. აღარასდროს დამილევია. აღარასდროს. თავარი რჩევა რამე რაღაც ბაბუსგან გაქვთ, რომელიც გახსოვს დღემდე? კი. ბაბუ რასაც მეუბნებოდა იყო ის, რომ ყოველთვის დარჩი ადამიანადო, რაც არ უნდა ცუდად და უსამართლოდ მოგექცნენო, ყოველთვის იცოდეო, რომ შენ ხარ ადამიანიო. ანუ ეს იყო, რასაც სულ მიმეორებდა, სულ მეუბნებოდა, რომ უნდა ისწავლო. ანუ ყველაფერს ბაბუ მეუბნებოდა, აი მართლა, ყველაფერი ბაბუმ და ბებომ მასწავლეს და ხშირად გეფიქრება? სულ. აი მაგალითად სახლში რაც მეჩხუბებიან და შეიძლება არ ვარ მართალი, გავხარ? გავარ. რაღაცებით ვგავარ. ბაბუსთან დაკავშირებულ ყველა მოგონებას იცი როგორ ვებღაუჭები, აი მთელი ცხოვრება არ დავივიწყებ. მშობლებზე მომიყავი ოჯახზე. დედაც ჟურნალისტია და ესე იგი დედამ განაპირობა, დედის ფაქტორმა, რომ ეს პროფესია აირჩია და შეიყვარე? კი, იმიტომ რომ სულ მოქონდა წამყვანი იყო დედა და თან რეპორტიორი, აი როგორც მე. სულ მოქონდა საკადროები, ტექსტები. და ეს პატარა 6-7-8 წლის ბავშვი დავდგებოდი და ვკითხულობდი, ნუ ეხა გამართულად ალბათ ვერ, მაგრამ ესეთი ენთუზიაზმით ვკითხულობ, სარკესთან დავდგებოდი. ისეთი მონდომებული ვიყავი. ოღონდ დედა ჩემი იყო კატეგორიული წინააღმდეგი, მაგრამ თავიდან არა, იმიტომ რომ თავიდან ნანა ფიქრობდა, რომ იცი რა აკვიატება. გადაცება უკვე. გაუვლის, ის მე რომ ხედავს ეთყობა, მე მისთვის მისაბაძი ვარ, აი ნანას ახლაც რო უკვე გვილაპარაკია, უკვე დიდი რო ვარ და რაღაცა ჩემი არჩეული გზა რომ აქვს, სულ იძახდა რომ მე მეგონაო რომ აი კვიატა და მორჩება, ის რაღაცა ეტაპია და გადაივლის. მამა პირიქით. მამა იყო ერთადერთი გია, რომელმაც თქვა რომ თუ ეს დეას უნდა, დეამ ეს უნდა გააკეთოს. რამდენი წლის იყავი, როდესაც უკვე იცოდი რომ ეს პროფესია იქნებოდა შენი? ყოველთვის ვიცოდი რომ წინააღმდეგობას რო გიწევდა დედა, გიფიქრია მაშინ მაინც პროფესიის შეცვლაზე? წინააღმდეგობას გააჩნია. მე-11 კლასში დედა ჩემმა გადაწყვიტა, რომ მე ვაბარებდი სამედიცინოზე. აი ეს გადაწყვიტა რა. და დედა ჩემს აქვს ძალიან ხისტი ხასიათი. ჩემზე რთული არა, მაგრამ მასაც ძალიან ხისტი და ეხა ნუ დედის გადასაწყვეტი იყო ეხა მაშინ. მაშინ მამა იყო ახალი ჩამოსული უკვე ემიგრაციიდან, მამა ჩემი, დეიდა ჩემი, უკვე აქეთ იყვნენ ყველა და მე ვემზადებოდი ბიოლოგია, ქიმია, ოღონდ, ნუ აი დაემორჩილი, ანუ კი, დავემორჩილე. ოღონდ მე ზიზღებოდა აი ეს ჩემი ცხოვრება, აბიტურიენტობა, ჩემი პოტენციური მომავალი, ყველაფერი მე ზიზღებოდა და ერთ დღეს იყო დარჩენილი 3 თვე გამოცდებამდე, 2 ეროვნულ გამოცდებამდე, რომ აი უკვე მივხვდი, რომ ვერ. ოღონდ ისიც ალალად ვისწავლეს ბიოლოგია, ქიმია და ყველაფერი ვისწავლე. კი, ალალად. დავაგზავნე ესე ტექსტური შეტყობინება ყველასთან, რომ დღეს სახლში უნდა შევიკრიბოთ, გელოდებით ყველას მისაღებ ოთახში 9 საათზე და დედა ჩემი ურეკავს მამა ჩემს, რომ ნუ აი გია დავიღუპეთ თხოვდება. და მამა ჩემი უბნებ, აი შენ შვილს არ იცნობ, ეხლა რაღაცა სიგიჟე მოაფიქრდაო და რაღაცა ფონს ქმნის, რომ ვითომ რაღაც ხდება. შევიკრიბეთ და მეთქი ეს წიგნები ესე დევს. ანუ ამოვიღე ჩანთიდან ეს დავაწყო ყველაფერი, რაც ვიმეცადინე და ვისწავლე, რომ ამ წიგნებს რაც გინდათ ის უქენით მეთქი. მე ვაბარებ ჟურნალისტიკაზე თქო. იქ იყო უბედურება, არ მოიყოლება. აი კლასიკური ხმაურიანი იმერული ოჯახი. აი თან ჩვენ ყველა ესეთი ხმაურიანი ხალხი ვართ რა. აი სახლში რო ვართ აუცილებლად მიხვდები. აი ან სადარბაზოში, ან ნუ ქუთაისში კერძო სახლი გვაქვს, იქ ჩიხში აუცილებლად ხმას გაიგებ, იმიტომ რომ ასეთი ხალხი ვართ. იმ ღამეს დაინგრა სამეზობლო ისეთი ხდებოდა მე რო ეს გამომაცხადე. ნან ამბობს რომ არა გამორიცხულია რა შენ ვერ ჩააბარებო ჟურნალისტიკაზე მე ვარ კატეგორიული წინააღმდეგიო და სხვათა შორის მაშინ იყო როდესაც მამა ჩემმა თქვა მამა ჩემი ისეთია ანუ რომ გამოტოვა ეტაპები როდესაც მე გავიზარდე მამა ჩემი უკვე რა ჩამოვიდა და უკვე თინეიჯერი ისეთ დიდი გოგო დავხვდი
გიასულ ქონდა რომ როგორც პიროვნებას ისე მელაპარაკებოდა. ანუ მაგრძნობინებდა რომ მე პატივს ვცემ შენ გადაწყვეტილებებს. მე შენ გვერდით ვარ, შენ ამას შეძლებ. აი ეს ქონდა რა. ესეთი ამკრძალავი შეზღუდვები არასდროს ქონია. გიამ თქვა რომ დიას ეს თუ უნდა, მან ის უნდა გააკეთოს. რაც უნდა, ის უნდა გააკეთოს. ანუ ჩვენ ხო ვაკეთეთ ყველაფერი რაც გვინდოდა და მოვიდა ჩვენი ოჯახი აქამდე. ბევრი რაღაცა დაბრკოლების შედეგად. ეს დიას გზა. ამ გზაზე დიამ უნდა იაროს, ანუ და ეხა ქირურგი თუ გრძნობს რომ კარგი ვერ გამოვა, იმიტომ რომ შენ ან მე გვიხარია, არ უნდა გამოვიდეს. დედაჩემი დაიყოლია მოკლედ. და რატო არ უნდოდა რომ ამ პროფესიაში ყოფილიყავ? იმიტომ რომ ნანას იმდენად რთული ცხოვრება აქ ამ მხრივ გავლილი და ნანა იყო ყოველთვის ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი. ნანას არასდროს არ უკეთებია სამთავრობო ჟურნალისტიკა. ყოველთვის ყველას უპირისპირდებოდა. ალბათ ამიტომ არის ასეთი ჩემი ხასიათი, რომ მე მუდმივად გრძნობდი, რომ აი ნაციონალები ებრძოდნენ, აი ნანა აშუქებდა, მუშაობდა, მათ წინააღმდეგ რა, რაც სიმართლე იყო, იმას ყვებოდა. შემდეგ უკვე ოცნება მოვიდა და აქაც დაიწყო შევიწროება და ნანას ჰქონდა საკუთარი პოზიცია და პოზიციონირებდა ისე, როგორც სწორად მიაჩნდა ეს მე მკვიდრეობით მერგო რა დედაჩემისგან. დედაჩემი არის უკიდურესად წინააღმდეგობრივი ადამიანი, უსამართლობას ვერ იტანს, ისეთია. ყოველთვის იცის, რომ ნებისმიერ ფასად საკუთარ სიმართლეს დაიცავს და ნანათან აი ჟურნალისტი არის იმდენი ხანია, აი ასლან აბაშიძის ამბები აქვს, განაშუქები იქ რაც ხდებოდა ჩოლოქსე. და ზუსტად ამ საფრთხეების არიდება. ხო, აი გატაცებული და იზოლატორში ეს დაკავებული და ეს ყველაფერი გამოვლილი აქ დედაჩემს აი სახლში ჩვენთან რომ ალავდა რომ აი მაგალითად რავი ოსეთში გადადიოდა მიიპარებოდა მარტო მამაჩემმა იცოდა და ჩვენ ვიცოდით რომ აი დედა იყო გადაღებაზე რა და ამ დროს რა ვიცი დედა შეიძლება სახლში არ დაბრუნებულიყო მამაჩემი ხუმრობს ხოლმე რომ აი ერთი ჟურნალისტი ხო რა არისო და წარმოიდგინეთ ორი ჟურნალისტი მყავს ხალხო სახლშიო თქვენ განსაცდელი არ გინახავთო ვისაც ორი ჟურნალისტი არ გიზით სახლშიო და მაშინა ეს ლაპარაკი რო იყო უკვე მამა ჩემმა დედა ჩემი რო დაიყოლია ნანას ჰქონდა ერთადერთი დათქმა ხო ამბობ რომ გინდაო ხო ამბობ რომ შეგიძლიაო თან იქ ისიც იყო რომ აი დედა ჩემის ჭრდილქვეშ რო არ დავრჩენილიყავი ესეც იყო ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია რა იმიტომ რომ მედია ოჯახი რაც არის იცნობს დედა ჩემს და შესაბამისად როდესაც შენ ხარ ჟურნალისტის შვილი და გინდა რომ გიცნობდნენ კარგ ჟურნალისტად ცოტა სხვა პასუხისმგებლობა გინდა რომ იყო დეამამის შვილი და არა ნანას შვილი. კი, მე ძალიან მიამაყება ნანას შვილობა, მაგრამ პროფესიაში ხო ვარ, მეც ხო რაღაც ჩემი გზა მაქვს და ეს რისკიც იყო. ნანას ჰქონდა ერთადერთი პირობა, რომ თუ გინდა, თუ ამბობ რომ შენ ეს შეგიძლია, შენ ამისთვის ხარ დაბადებული, გაქვს უნარები, მოიპოვე დაფინანსება. დაფინანსებას მოიპოვე ისწავლე. თუ არა და რა ვქნა, ცხოვრება ასეთია. მე გავხდი ჟურნალისტი. ასე დასრულდა ეს ამბავი. ნებისმიერი პროფესია სჭირდება, რომ გიყვარდეს. სხვანაირად ვერასდროს ვერ იქნები, რაც არ უნდა ბევრი ისწავლო, სწორ ადგილას მოხვდე და იმუშაო და პრაქტიკა მიიღო. თუ არ შეგიყვარდა და ან ფინანსის, ან რაღაცის გამოაკეთება, მას აუცილებლად დაგეტყობა ნებისმიერ პროფესიაში, მაგრამ განსაკუთრებით ჟურნალისტიკაში გრძნობა მგონია ეს, იმიტომ რომ საჯაროობა გიწევს. და აი ეს სიყვარული ისევ იმიტომ მოვიდა, რომ დედას ასე უყურებდი? აი აქტიური ცხოვრება და ჟურნალისტიკა. აი ეს განსაკუთრებული სიყვარული ამ პროფესიის, მე რომ მკითხო, არ ვიცი. როგორ მოვიდა? მე არავინ არ მყავდა ოჯახში ჟურნალისტი, მაგრამ რო დავიბადე უკვე მახსოვს, რომ მინდოდა ეს ყოფილიყავი. და აი ძალიან კანით რო გრძნობ ისე რო გიყვარს ეს საქმე და სხვას რო იცი რომ ვერ გააკეთებ, ან ვერ დაუდებ გულს და ისე კარგად ვერ გააკეთებ. მე მგონია რომ დიდი გავლენა იქონია იმან რომ ნანა იყო ჟურნალისტი და მე მას ვუყურებდი და როგორი ჟურნალისტი, როგორი ქალი, როგორი ძლიერი თან როგორი მეოჯახი, ანუ ყველაფერს რო ვუყურებდი და ათავსებდა. ისე მომწონდა რომ მინდოდა რომ აუ მეც მინდა რომ დედაჩემისნაირი ვიყო რა. არასდროს ყოფილა დედაჩემი ისეთი აი ნაზი, მშვიდი, მორიდებული ქალი. დღემდე შეუძლია და ყოველთვის შეეძლო მთების გადადგმა. და მე მთელი ცხოვრება სწორება მქონდა ნანაზე, რომ აი რამდენი რამ შეუძლია და აი ერთი ქალია ხო? თავარჩევას რას გაძლევდა ხოლმე პროფესიულს? იყავი კეთილსინდისიერი. ისე იმუშავე, ისე აკეთე შენი საქმე, რომ შვიდად გეძინოს. ერთი ღამე არ ყოფილა, როდესაც შვიდად არ დამიძინია.
შეიძლება შეცდომა დამიშვია ვინმესთვის გული მიტკენი არასდროს გამიზნულად და საკუთარ სინდისთან მიმართალი ვარ. აი საკუთარ სინდისთან მართალი ვარ. და შენი შვნას თუ გაძლევდა ხოლმე? ყოველთვის. სწორი კითხვა, ახლა იცი რას უნდა მისვამდე? შეუკიხარ? ნანარი უკიდურესად მაქსიმალისტი. ეს მე როგორ მოქმედებდა შენზე? მოტივაციას არ გიკლავდა? რაც ამ პროფესიაში ვარ, ყველაზე მეტად ყოველთვის როდესაც მაგას საპასუხისმგებლო ეთერი, პრესკონფერენცია გადაღება, ველოდები ნანარას მეტყვის. მთელი ჩემი ცხოვრება, აი 1000 ქათინაური რომ მივიღო. ეხლა რა მითხარ, იცი, როდესაც აი ამ საპასუხისმგებლო ჩაწერაზე ხარ, მაგ დროს ნანაზე ფიქრობ? ყოველთვის. მართლა? ყოველთვის კი. კი. ხო, აი ეს რო იცი რომ სულ კრიტიკულად გიყურებს პროფესიონალი დედათან. აი ეს ყველაფერი მე როგორ მოქმედებს შენზე? მეც მაქსიმალისტი ხდები. ანუ ეს მეც გაძლევს როგორც მოტივაციას. ნანა მამყოფებს ტონუსში. მართლა მამყოფებს რა, აი მუდმივად ისე მინდა რომ შემაქოს, ისე მინდა რომ დავიმსახურე ეს რაღაცა ის სპორტულ აზარტს მსგავსება რა. იუმორით გეუბნება რაღაცას როცა. არა, უნდა გამიმართლოს იუმორით თუ მითხრა ეს იმას ნიშნავს რომ მოეწონა, მაგრამ არ ტყდება. აი, ძირითადად სერიოზულად, თან მაგალითად რა ჭირდა? ხო, აი კატასტროფა იყო. ეთერი როცა მაქვს, ხმაგათიშვილი არ შემაწუხოთ რეჟიმი მაქვს ჩართული ყოველთვის რა. ზუსტად აი როდესაც არის სანერვიულო ინტერვიუ, აი ესეთი რესპონდენტია, რომ აი უნდა უსმინო თითოეულ სიტყვას, იმიტომ რომ უნდა ჩაიჭირო იქ და გაჭედო რა. აი ესეთი რესპონდენტი მყავს. გწერს. ნუ ეხა ეს რა კითხვა იყო? ეხა ეს როგორ მოგაფიქრდა და აღარ ხსნიდი ბოლოს მესეჯებს, იმიტომ რომ ჩემი გაჭირვება რომ მაქვს, რომ აი რაღაცა უსმინო არ გამომეპარო სიტყვა, აბა რა ვიცი ის რავი, ხო ემთხვევა, აბა ჟესტიკულაცია, ყველაფერასაც მიყვება ხო აი ამდენ რაღაცაზე რომ აქვს აფიქრე რომ ნათდება ნან. ეხლა მე ვხვდები, რატო არის დია მამისეიშვილი გამორჩეული ჟურნალისტი. იმიტომ რომ იმის უკან არის ნანა, რომელიც ყოველთვის კი არის ეს ცალსახად ესია. და აი ეს ყველაფერი სიყვარული გავიგეთ რომ მოვიდა, მაგრამ ახლა რა მინდა გითხრა. ნებისმიერ პროფესიაში, აი ხა მინდა რომ ძალიან ისეთ თემასთან მივიდეთ. მსახიობს მსახიობი ადამიანმა შეიძლება დაიმახსოვროს ერთი როლით, მთელი ცხოვრება დაიმახსოვროს. ანუ ვინმე კონკრეტულმა მომღერალი ერთი სიმღერით. ჟურნალისტი შეიძლება დაიმახსოვრონ ერთი კადრით. ან ერთი ამბით, ერთი ინტერვიუთ. შენ არ ხარ ეს რომ შეიძლება ერთი კონკრეტულით დაიმახსოვრონ, მაგრამ შენ ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩენა იყავი. ეხლა ამ წამსაც რო ჩავრთო ეს ვიდეო, იგივე ემოცია მექნება და გავფუჭდები. ოღონდ მართლა მეტირება, ეხლა უნდა ჩავრთო, სანამ ამეტირება რომ გავამართლო ჩემი ეს. ეს ვიდეო არის ჩემთვის ის სასწაული. აქ შენ არ იყავი ჟურნალისტი. ის გპირის ოჯახიდან ვიხელა მარაკები. სტუდენტი ბიჭი დაამარხე. შენ მასწავლი ჩემი ქვეყნის სიყვარულს. მიშო დვალიშვილი მიწაში ჩავდე. შენ მასწავლი საქართველოს სიყვარულს. შილდისის გვირი გახსოვდე. სულ. აქ რო დგახარ და ამ ხალხს რო ასახიჩრებ. თქვენ გიყვართ ქვეყანა? მე ამით მახსოვს დია მამისეიშვილი. აქ შენ არ იყავი ჟურნალისტი. არ ვიყავი ჟურნალისტი. არ ვიყავი. რა იყო ეს და რა ემოცია იყო? რაზი იწყენა იმედგაცრუება, აი რა იყო? სიმწარე. ეს იყო სიმწარე. იმიტომ რომ იმდენად ყალბი იყო ყველა ვინც წინ იდგა და აი წარმოიდგენ გინება, ეს შეურაცხყოფა, სიყალბე, ანგარიშსწორება, აი ყველაფერი. და შენ აქ გახარ და ვერაფერს აკეთებ და აი მანდ მართლა არ ვიყავი ჟურნალისტი. მე ეგ ვიდეო დღემდე არ მინახავს. აი მომენტში რას გრძნობ? მართლა ნიკას უსპიცა ვარ დღემდე მე ვერ ვრთავ, აი ვერ, იმიტომ რომ ხვდები რომ ეგ არ არის ჟურნალისტიკა. ოღონდ მაშინ იმდენად გამწარებული ვიყავი, თან აი იმდენად უსუსური ვიყავი, მიკროფონი უბრალოდ დაგქონდა, ხო, გაგებინებ ვიღაცას რაღაცა, რა ვიცი, დებატები, დისკუსიაში რაღაცას აუხ, აქ ვერაფერი. ოღონდ აი აქ მე რაც იკადრეს იყო ცალკე ამბავი, ეს ვიდეო იყო, აი ძამძიმე რატოა ჩემთვის. შემდეგ პროპაგანდისტულმა მედიებმა
და სამთავრობო ტროლებმა დაწერეს, რომ მიშო არ იყო ჩემი ნათესავი და მე ვიტყუებოდი. კი. და როგორმა ადამიანებმა გააკეთეს ეს იცი, მათ შორის რომლებიც დღეს სამთავრობო მედიებში მუშაობენ, ისინი იყვნენ მიშოს პანაშვიდზე, მათ იციან მიშო ვინ იყო ჩემთვის და მაინც ეს სიბინძურე გააკეთეს. ანუ ეს იყო ცალკე უბედურება. აი დედას გეფიცები დღემდე ვერ მშვიდდები მაგას რომ ვიხსენებ, რომ აი ხო შეიძლება ნებისმიერამ დააბრალო ადამიანს, ჩვენ ასეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ხა 1000 უბედურება და უბრალებიათ ხო ჩემთვის და აი სულ ერთადერთ ფრაზას ვამბობ, რომ აი რამდენი ისინი არიან მართლები, ისე გაუმართლოთ ცხოვრებაში და რამდენი მე ვარ მართალი, ასე გამიმართლოს ცხოვრებაში. აი ეს კამპანია, რაც იყო, ეს იყო გულისამრევი, იმიტომ რომ ამბობდნენ ადამიანს, რომელიც იყო ჩემი ნათესავი, ერთად გავიზარდეთ, ერთი თეფშიდან რო ვჭამდით. აი მართლა ყველაფერი ერთად რო იყო და თან ვინც დაწერა. ამ ადამიანებმა რომ ეს იცოდნენ, იმიტომ რომ ისინი სამძიმარზე იყვნენ. ამას ანუ რისთვის უღირთ ესეთ ადამიანებს ამ ხელატყუილზე წასვლა? არ ვიცი, უბრალოდ მე რასაც მივხვდი, რომ აი საშიში ადამიანები ვართ, იმიტომ რომ არაფერს წმინდას არ ვტოვებთ. აი იცი რომ შეიძლება მე სულ მაგას ვამბობ, რომ აი მე მესმის იმ ადამიანების, ვისაც ვაღიზიანება არ მოვწონ, მესმის. ანუ მე შეიძლება რაღაცები გამიკეთებია, რაც აი კი ესე ვფიქრობდი და რაღაცა, მაგრამ ფორმა სხვა შემერჩია რა. აი მგონი ფორმა შესაძლოა ეს მიფიქრია, მაგრამ შენ როგორ შეგიძლია იმის გამო რომ ის ადამიანი შენგან საწინააღმდეგო შენგან განსხვავებულად ფიქრობს, მას ისეთი ტკივილი მიაყენო, რომ ცოცხლად მოკლა. მე გადაღებაზე, როდესაც გავდივარ, მე მაგ გათიშული აბსოლუტურად ყველანაირი მგრძნობელობა. ეგ მაინტერესებს როგორ ახერხებ მაგას. ცივად მოქმედებ. ანუ არასდროს მე არ ვფიქრობ. მაგ დღეს ემოცია მაჯობა. იმიტომ რომ მე რამდენჯერ აქამდე რომ აი სპეცრასთან მიკამათი, აი რაღაცა ძამწვავე ამბები ყოფილა ხო, ეხა არქივში ყველაფერი არის. ასეთი რამ მე არასდროს დამართნია რომ ჩემი შინაგანი რაღაცა ჩემი ადამიანური ძალიან მოვიდა შენთან რაღაცა ჩემს სანათესაოში მომხდარი ამბავი ოღონდ თან მახსოვს რომ ასე გავგიჟდი რომ აი სენი იძახდნენ აი თქვერეჭკუას თან იგინებიან რომ აი თქვერეჭკუას გვასწავლით აქო ომი რო იყოსო ჩვენ უნდა წავიდეთო რისი მაქნისება და ვის ეუბნები ლამის ოჯახი არ არის საქართველოში ხო რუსეთთან ომის დროს დანაკარგი რო არ ქონდეს ვის ეუბნები ყველას ერთი ტრაგედია გვაქვს ხო ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ მე მართლა რა ვიცი ძალიან ცოტა ისეთი ოჯახი დანაკარგი რო არ ქონდეს ომების შედეგად და ეხა ყველა თანაბრად ვართ ამ ტრაგედიაში ხო ვის ემართლები აი ვის ემართლები შენ თანამოქალაქეს ემართლები და აი მაშინ მახსოვს რომ გავგიჟდი ამ ერთი და იგივე ფრაზაზე რომ აი რო გეუბნებიან რომ ისა აი ისი მაქნისები ხართ და ჩვენ აქ დავდივართ. აი გადამეკეტა ერქვა ამას რა. აი გავჭედე მანდ. გავჭედე და უკვე აღარც მიკროფონი მახსოვდა. აი უკვე არ მახსოვდა, იმიტომ რომ პირდაპირ ეთერში აქამდეც ყოფილვარ, როდესაც რაღაც ძალიან ცუდი მომხდარა. ოღონდ ის მომენტი სულ მაქვს, რომ დეა პირდაპირ ეთერში ხარ, დეა ადამიანები გიყურებენ, თავი აკონტროლე. ეს ყოველთვის მაქვს მე. აი მაგ დღეს ვერანაირად ჩემი ემოცია ვერ გავაკონტროლე. როდესაც ხარ აქტიურად ველზე, ველის ჟურნალისტიკა მე მგონია, რომ მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს. ველზე მუშაობა, გამძლეობას ფიზიკურს და გონებრივს, რომ სულ აი ამას როგორ ართმევ თავს მინახი ხარ, როდესაც მთელი ღამე უწყვეტი ეთერი მიყავს. შენი უნიკალურობა რა შეიცი? გეტყვი ხა პირდაპირ, რომ შეიძლება ანუ ახალი არაფერი აღარ ხდება, ხდება ის რაც ხდება, რა მოცემულობაც არის, მაგრამ ამას სხვადასხვა სიტყვებით ისე მელაპარაკები, რომ თუნდაც იმ ერთი და იგივე ამბავს უსმენ, მართლა გეუბნები. აი ამას მთელი ღამის განმავლობაში როგორ ახერხებ, თან ეს არის საინტერესო და ფიზიკურად როგორ ძლებ ქუჩაში და შიში თუ მოდის სადმე რამე მომენტში, როდესაც სახიფათო სიტუაცია იქმნება. როდესაც ხარ მიკროფონით, შიში მოდის საერთოდ სადმე? არა, ერთადერთი შიში რაც მოდის, ჩემი თავი რო ვაკონტროლო და ჩემი ემოცია. ფიზიკურად ადამიანური შიში. ადამიანური არა. იქ თუ შეგეშინდათ აია, გამორიცხულია საქმეს ვერ გააკეთებ. აი, წამით მაინც შიშმა თუ აგიტანა გამორიცხულია რომ შენ რამე გააკეთო. აი, წამით თუ გაანალიზე რისკი, რომ იქ რეზინის ტყუია შეიძლება მოხდეს, იქ წყლის ჭავლი და ეს ხუთავი აირი ერთად რო შევა რეაქციაში შენ რა შეიძლება დაგემართო. ამებზე რო იფიქრო, ვერ იმუშავებ. გამორიცხული არის, ანუ რა ვიცი, უცნობის ოცნების აქციაზე, 5 ივლისის აქციაზე რო გავედი, იქ ხა
მე ვის დამეშვა და იმაზე მეფიქრა, რომ აი ხალხი, რომელთაც მე ვერ ზიზღები და ის ხალხი არის ჩემკენ გამომწევი და დამრტყმელი, რაც მომხდარა. ამაზე რომ მეფიქრა, ვერ გავიდოდი. მაგ დროს არ ვფიქრობ, აი გავდივარ გონებას ვთიშავ, აბსოლუტურად ვთიშავ, არაფერი არ არსებობს ჩემთვის, არსებობს რა? კამერა, მიკროფონი, არაფერი უნდა გამომრჩეს, ყველაფერი უნდა ვაკონტროლო, აი ყველგან უნდა ვიცოდე რა ხდება. რომ სულ იმაზე ვფიქრობ, ვინც მიყურებს, ის ცემს პატივს ჩემ შრომას, იმიტომ მიყურებს მე. და ის თუ ცემს პატივს ჩემ შრომას, მე მას უნდა ვცე როგორც მაყურებელს პატივი და მას ყველაფერი უნდა კონდეს, ყველაფერი უნდა იცოდეს, რამდენი ადამიანი ვერ გამოდის გარეთ. მაგრამ შიში არასდროს არ მაქვს, აი ყოფილა მომენტი რუსულის კანონების მერე, 5 ივლისის მერე, ეს გავრილოვის ღამის მერე, ან ახლა რო ბოლო დარბევები იყო, დრო რო გასულა და რომ მინახავს გადახვევით, რომ აი იქ რო ვიყავი მეთქი, აი რაჯკუას ვემსახურებოდი. ანუ ეს მიფიქრია, რომ ერთი მომენტი იყო, ეხა ბოლოს რუსთაველზე აღარავინ არ იყო, აბსოლუტურად არავინ. შემთხვევით თავისუფლების მეტროსთან ნახე, გადავაწყდი სპეცრაზმის ავტობუსებს. ანუ არ ჟურნალისტია, არც აქციის არავინ არაა დედამიწაზე. იყო ეს სპეცრაზმის 2 ავტობუსი და შევარდი. და აი მე რო ვფიქრობდი, რომ ნუ აი ჩემ ოპერატორს რამე დამართნა და აი მშველელი არ იყო, ხო ერთი კაბელის გადაჭრა გინდა და იქ რა მოხდება? ეხა მე შენ გეტყვი ვინმე გაიგებს, ხო ვერავინ ვერ გაიგებს. ეგეთ დროს აბსოლუტურად გათიშული მაქვს ეგ. ეგეთ დროს არის ის, რომ თუ ხდება რაღაც, რაც საინტერესო შეიძლება იყოს მაყურებლისთვის, ან თუ ეს შეიძლება აღმოჩნდეს პოტენციური მტკიცებულება, ხო? იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვიცხოვრობთ ნორმალურ სახელმწიფოში, მე მჯერა იმის, რომ ყველა ადამიანი დაისჯება. ეს ასეა, სამართლიანობა მოითხოვს ამას, სახელმწიფო წყობა მოითხოვს ამას. ხო, აი სულ ამაზე ვფიქრობ, რომ აი ეს მქონდეს, ეს აუცილებელია, რომ აი ეს უნდა გადავიღო, არაფერი გამომეპაროს და არა შიშმა თუ გძლია, ვეღარ იზამ, ვერ გახვალ. აი თუ დაიწყე ფიქრი შენ თავზე, შენ ჯანმრთელობაზე. და მაინც რა არის განსაკუთრებული უნარი, რომელიც ამ პროფესიის მქონე ადამიანს აუცილებლად უნდა ქონდეს? სამართლიანობის განცდა. არავინ არ თქვას, რომ აი რაც უფრო მამაციან, ვაჟკაციან, ისეთია კაია, ძალიან კარგია, მაგრამ სამართლიანობის განცდა თუ არა გაქვს, შენი როგორც ჟურნალისტის ფასი არის 0. არ არსებობს. რაც არ უნდა კარგი უნარჩვევები გქონდეს, შენ თუ ეს შეგიძლია ვიღაცის ინტერესების გასატარებლად გამოიყენო, ანუ რაღაცა შენ ვიწრო მოგებაზე იფიქრო, მაშინ არ ახარ კარგი ჟურნალისტი რა. ამიტომ ჩემთვის მთავარი უნარჩვევა რაც არის რომ იყოს სამართლიანი. საკუთარ თავთან მართალი რა, მე სულ მაგას ვამბობ, მე ჩემთვის მთავარი არის რომ პირად ცხოვრებაში, რა ვიცი, ყველგან პროფესიაში აი მართალი უნდა ვიყო, აი ის შეგრძნება თუ მომერღვა, რომ აი იდეა იცი, შენ აქ მგონი უსამართლოდ მოიქეცი, მიწყინება. კი. შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოატყუო, მაგრამ საკუთარ თავს ვერ მოატყუებ და როცა სინდისი გაქვს ადამიანს, ყოველთვის გეწყინება ის, რომ არ ხარ მართალი საკუთარ თავთან. არის რამე, რასაც ნანობ ზოგადად ცხოვრებაში, არ მხოლოდ პროფესიას არ გულისხმობ. ბევრი რამ. ძალიან ბევრი. ისეთი რომლის თქმასაც ახლა შეძლებ? ჩემ თავს ბევრჯერ ცუდად მოგცევი ვარ. აი მე გეუბნებოდი, ვიდრე გადაცემაც დაიწყებოდა, რომ ალბათ ასაკს, ცხოვრებას, გამოცდილებას, შეცდომებს ის მოაქვს, რომ იმას ხვდები, რომ აი ადამიანები კი არ გტკენენ. შენ ტკენ საკუთარ თავს, შენ აძლევ ადამიანებს შესაძლებლობას, რომ გატკინოს. ეს მაინდა-მაინც არ ნიშნავს ახლა, რომ ეხლა მაინდა-მაინც პირადზე ვსაუბრობ და სასიყვარულო ურთიერთობაზე. ანუ ასე არის მეგობრობაშიც, ასეა კოლეგიალობაშიც, ყველაფერში ასეა რა და ჩემ თავს ბევრჯერ ვატკინე დაუმსახურებლად. სხვის გამო? მათ შორის კი. მათ შორის ისეთი ადამიანების გამო, რომლებიც არ იმსახურებდნენ ამას. ჩემი ინტერესები უკანა პლანზე გადამიდია სხვისი კეთილდღეობის გამო და აღმოჩნდა, რომ ის მისთვის იმდენად ძვირფასი არ ვიყავი, რამდენადაც მე ჩემთვის იყო ის რა, ეს ბევრჯერ დამართნია მათ შორის აი სხვადასხვა სახის ურთიერთობებში და მე უკვე დავიწყე ამ ყველაფრის შეცვლა. არ ვიცი, ანუ აი ამ ბოლო პერიოდმა ბევრი რაღაც ცუდი დააგროვა, აი ბევრ
რაღაცაზე დაფიქრების შესაძლებლობა მომცა. ეხლა ფიქრის საშუალება გქონდა. კი, ეს თვეები ბევრი ფიქრის საშუალება. ანახე, ეხლა თავისთავად მივედით ამ თემაზე. როდესაც ხარ ესეთი ჟურნალისტი, რომელსაც ბავშვობიდან ძალიან გიყვარს ეს პროფესია, ამისთვის გააკეთე ყველაფერი. მათ შორის წახვედი დედის წინააღმდეგაც და ანუ მოხვედი იქამდე, სადამდედაც მოხვედი. სახელი დეა მამისე იშვილი იცის აბსოლუტურად ყველამ, ხო? და მიაღწია ამას სულ შენით. და შედეგი პროფესიონალად. ამ დროს ამ ქვეყანაში დგება ისეთი მოცემულობა, რომ შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გიწევს გვერდზე გაწევა. გაწევა და გაჩუმება. გაჩუმება არის ეგ, ხო, პრინციპში. რამდენიმე თვე კი არა, შეიძლება რამდენიმე კვირა გაუჭირდეს შენაირ ადამიანს ასე ყოფნა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში ყველა ვხედავთ, რაც ხდება, ხო? არაფერი უკეთესობისკენ არ შეცვლილა. დარწმუნებული ვარ, რომ სათქმელი ბევრი გექნება, მაგრამ ეს ამ ყოველდღიურობას ეხლა როგორ ეგუები და საერთოდ რა გაქვს ამ პროცესებზე სათქმელი, ამ ყველაფერზე რაც მოხდა? ახლა ამ რეალობაში მე ჩემ ადგილს ვერ ვხედავ საჯარო ველზე. ეს ვიცი ზუსტად. ისიც ვიცი ზუსტად, რომ აუცილებლად დავბრუნდები. მე იმდენად მიყვარს. ანუ იმდენად მართლა ჩემი ცხოვრების წესია ჟურნალისტიკა, იმდენად მთელი ჩემი შეგნებით მჯერა იმისაც ვაკეთებ. და მართლა მთელი გრძნობით ვაკეთებ რა. ვიღაცას რო უთქვავს, რომ ჟურნალისტიკა შენი პროფესია არა, მთელი მართლა ჩემი ცხოვრება შევწირე ამ ყველაფერს. ჩემი რეპუტაციის შენებას, ამ ნაბიჯებს, რომლებიც იმის მიუხედავად, რომ სახლში ჟურნალისტი მეჯდა და გარშემო უამრავი ადამიანი იყო, არასდროს დახმარება არავისთვის მithოვია. მართლა ჩემით, რაღაცა ჩემი შრომით, ჩემი წვალებით რაღაცები ხო მარტო შენ იცი რა გაიარა იმისთვის, რომ რაღაცად მიხვედი სადღაც, ხო? მე ხო ეს ვიცი. არ მithმობა, ისე არ მithმობა, ისე არ მithმობა, ხანდახან ძალიან ცუდად ვარ. ეს თვეები, პირველი პერიოდი როგორი იყო, როცა მიხვდი, რომ всё, გაჩერდა მთავარი არხი და სახში უნდა დაჯდე რაღაცა პერიოდი, შეიძლება 1 კვირა, 1 თვე, არ იცი, მოკლედ. ხო, მაშინ ვერ მივხვდი. მაშინ ბოლომდე რო არ უშვებ, მე სულ რეალისტი ვიყავი, არ ვიცი მაშინ რა დამემართა. არის რაღაცები, რაც არ გინდა რომ მოხდეს და და თავსაჯერებ, რომ არა, როგორ გაჩერდება, მთავარი როგორ გაჩერდება. კი. და თავიდან არ ვაანალიზებდი, თავიდან მეგონა რომ იძულებითი შვებულება მაქვს რა. იძულებითი შვებულება და დალაგდება, დაბრუნდები, იმიტომ რომ მართლა სახლზე მე დროს ვატარებდი, მართლა სახლი იყო ჩემთვის. ხო, როგორია მე რომ უცებ სახლში ხარ დიდხანს? ჩემთვის იყო ძალიან რთული. ამას დაემატა ბევრი პრობლემა, ამის მიღმაც, ყველგან პრობლემა რაღაც. როგორმა რაღაცებმა იჩინა, თავიცი მართლა ეს წელი ისეთი გარდამტეხი იყო ჩემთვის, ვამბობ, რომ ტრანსფორმაციის წელი მქონდა თქო. ბევრი ცრუ რაღაც და ცრუ ვინმე დავინახე. აუ, ძალიან კი, ჩემთვისაც კი. აღმოვაჩინე, რომ ადამიანების უმეტესობას განავუყვარდი, ვჭირდებოდი. მაშინ ვჭირდებოდი. მერე უცებ რაღაცა მათთვის უნიშნელო გავხდი. ხო, ისეთი აღარ ვიყავი. ხო, ბევრი რაღაც იყო. ამაზე გული გწყდება. სრულ მეგობრობა, სრულ კოლეგიალობა, სრულ სიყვარული. კი, ადამიანურად კი. იმდენად ჩემთვის მიუღებელია გამოყენებითი საჭიროების რაღაცები, იმდენად ვერ ვხვდები. ის წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ შეიძლება ეს ვინმესთვის ორგანული იყოს, ან როგორ შეიძლება რომ ეს რაღაც ვიღაც ამას ფიქრობდეს, გიგმოვდეს, რომ ესე გაგიკეთოს. ეს მართლა რთული პერიოდი იყო. იმდენად რთული წელი გავიარე, რომ ბოლოს ჩემმა ოჯახმა და ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, რომ ასე ვერ გაგრძელდებაო რა. ეს დახვავებული პრობლემები რომ მქონდა, შენ ახლა აქედან უნდა წახვიდეო, შენი თავი დაიბრუნო, შენი თავის რწმენა დაიბრუნო, იმიტომ რომ ხა ანუ დეახარო, ხო ეს არსად არ მიდისო, მთავარი არხი იქნება თუ არა, შენ ხო დეახარო, გავიგეო რომ ბევრი ცუდი მოხდაო რა, ყველაზე მეც დედა ჩემი მელაპარაკებოდა, მესმისო. მაგრამ ის იმას არნიშნავს, რომ რაღაცა ესე დაიფშნა და ნაწილებად დაიშალო. და მაშინ ყველა მერთხმად ჩემმა მეგობრებმაც პირველ რიგში, რომ ფიზიკურად რო გადარჩეო, უნდა წახვიდე აქედან და ეგრე იყო, რომ
მთელი ზაფხული ვიყავი ესპანეთში. და იქ დავიწყე საკუთარ თავთან დაბრუნება. აი როგორ იცი? ჩაღრმავება იმის თქმა, რომ აი მე რადეა ბევრი ცუდი რამ მოხდა. არ გაგიმართლა. შეიძლება მე ამიტობით, შეიძლება განზრახ რაღაცაზე თვალს ხუჭავდი. შეიძლება შენც კარგად იცოდი მაგალითად რა როგორ იყო, მაგრამ ნუ აი არ ტყდებოდი. აი ჩემ თავს ვაპატიე, ეს დრო ერთვის გამოვიყენე, იცი, რომ აი შენ თავთან შეგპატიო ყველაფერს რა და მიდი გააგრძელე. იმიტომ რომ მართლა იმდენად ცუდად ვიყავი, რომ რო არ დავბრუნებულიყავი ჩემ თავთან, მე უკვე აღარ ვიცი რა უნდა. ეს იყო დეპრესია? ხო, ეს იყო დეპრესია, ოღონდ ბევრი განმაპირობებელი ფაქტორით, აი მართლა ბევრი მიმართულებით. ერთი მიმართულებით ნორმალური მდგომარეობა არ იყო, რომ აი რაღაცა საკომპენსირებს, ხო იცი, რომ აი ერთიანად ჩამომეშალა ყველაფერი. აი და მაგ დროს არ ფიქრობ იმაზე, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ ყოველთვის მე რაღაცა უკეთესი მოყვება. ამით კი არის ნუ გეშებ, ცხოვრების კანონზომიერებაც ხო ეგეთია, რომ რაღაც ცუდს კარგი მოყვება და პირიქით სამწუხაროდ კარგს მოყვება ხოლმე ხშირ შემთხვევაში. არ გგონია, რომ ეს ყველაფერი საჭირო იყო იმისთვის, რომ ძალიან კარგი რაღაც დაიწყოს. თუ ამ იმდენად რეალისტი ხარ, რომ სანამ ის კარგი არ იქნება, მანამდე ამის რწმენა არ გაგა. არა, საჭირო იყო და მათ შორის აი ეს რეალისტურადაც რო ფიქრობ, საჭირო იყო და რატო? მთელი ჩემი ცხოვრება მართლა სულ მოვანდომე ან სწავლას, ან სტაჟირებას, ან მუშაობას. ყველაფერი საკუთარი თავისთვის დრო არ ქონდა. ყველაფერი შევწირე ამ პროფესიას. და ბოლოს როგორ ვიყავი, იცი? ჟურნალისტმა დეა მამისეიშვილმა შთანთქა დეა. შთანთქა ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, შთანთქა დეას პირადი სივრცე, უკვე მთლიანად მოცული ვიყავი, მე ხვდი პროფესიით. სივრცე იმისთვის, რომ აი დეა მეგობრებს ვენატრებოდი. აი მეგობრებს ვენატრებოდი, იმიტომ რომ როგორი არის გააგებინო, ანუ ბევრ ადამიანს ვერ გააგებინებ, რომ შენ რომ მოდიხარ სამსახურიდან, აი ფიზიკურად გინდა მარტო წამოწოლა. აი არც ჭამა, არაფერი არ გინდა, აი ან ეს სიხარ, ან წამოწოლა, აი ურთულესია რა. და ბოლოს უკვე მივხვდი, რომ წარმოიდგინე სამსახურს და შენ საქმეს აი ამაში დებ ყველაფერს იხარჯები ბოლომდე და სხვაში არაფერში და არაფერი გაქვს გარშემო. ან ყველაფერი რაშიც ჩადე, ის თავზე გენგრევა. შენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ეს გენგრევა, ამ ნანგრევებში ხარ, იყურები და გარშემო არაფერი არ გაქვს. და ესე არსაიდან ამ გაზაფხულზე დავიწყე საკუთარ თავის შეკოწიწება, რომ აი ეს შენით გააკეთე დამოუკიდებლად და ასე ფიქრები და საკუთარ თავის ძებნა? კი, ჩემ თავს ვეჭიდავე. ჩემ თავს ვუთხარი, რომ აი ვერ მაჯობებდა. და აქამდე ხო ვთქვამთ, რომ აი რა ძლიერი ხარ და აი რანაირად ახერხებ. აქამდე არ ვიყავი ძლიერი. წელს რაც მე გადავიტანე. ახლა უკვე ძლიერი ვარ. ოღონდ აქამდე არ ვიყავი, აქამდე ძლიერი ვიყავი ასე პროფესიაში და აი ამდენ რაღაც დაბრკოლებას, რომ ესე ერთად შეეჭიდები და გააკეთებ, აი წელს მქონდა მართლა ჩემ თავთან ბრძოლის წელი, რომ აი ვერ მაჯობებ, მე რა აი თუ რაღაცა ის ეტაპი მორჩა, ის ეტაპი დასრულდა, დიახარ, შექმენი. იცი სადღაც მოდი დროებით რაღაც ახალი ისწავლე. ოპტიმისტი ხარ? ცადე. არა. არა? არა, ოპტიმისტი არა ვარ. ოპტიმისტი არა. საინტერესოა. არ ველოდი შენგან. კლასიკური მშვილდოსანი ვარ, ბევრი ფიქრის მოყვარული, რაღაცა ესე გადახარშე, იფიქრე, ესეთი. და რა არის ის, რასაც გამორჩეულად ამაყობ? ჩემი ოჯახით. ჩემი ოჯახის თითოეული წევრი ისეთია და ერთად აღებული ჩემი ოჯახი ისეთია, რომ სადაც არ უნდა წავიდე, რომ ამბობენ, რომ აი ამის შვილია, შვილი, ძმისშვილი. მე ვარ ამაყი. იმიტომ რომ კარგი ოჯახი მყავს და არასდროს არ ყოფილა კარგი ოჯახი ჩემთვის ისეთი, აი ფულიანი და ძლიერი ოჯახი. ჩემთვის ყოველთვის კარგი ოჯახი იყო, აი კეთილსინდისიერი, სწორი ღირებულებების მქონე, აი ღირსეული ხალხის რაღაცა ესეთი ჯამი. ჩემი ოჯახი კარგი ოჯახია და ამაში გამიმართლა ყველაზე მეტად და რა საკვირველია მეგობრები. რა საკვირველია მე რაც
ახლა რა სირთულეც გავიარე, ჩემმა მეგობრებმა შეუძლებელი გააკეთეს ჩემთვის. როგორია შენი ყოველდღიურობა ახლა? ახლა ვეხმარები ჩემი ოჯახის წევრებს, პატარ-პატარა საქმებს ვაკეთებ, მინდა რომ ცოტა რუტინულ შრომაში გადავიდე, იმიტომ რომ 17 წელი დავმუშაობ და უცებ აი ეს ადრენალინი და ეს რუტინა არ არის ხო ეს საგიჟეთია, რაც მე გავიარე. წარმოიდგინე ეს რომ გეცლება ფუნქციოდ გრძნობ თავს, იცი რა რთულია, აი რაც ცუდია, რომ აი ამდე რამეს ასწრებდი აკეთებ. ბევრი დრო რო გაქვს ძალიან ცუდია. და ახლა უცებ ვფიქრობ, რომ აი რა გავაკეთო. ამიტომ კი ვცდილობ რომ საკუთარი თავი ვიპოვო, ვცდილობ რომ რაღაცა ახალი მიმართულებით, რაც მონათერსავე სფეროა ჟურნალისტიკასთან, ხო, აი მასობრივი კომუნიკაციები, PR-ი, რა მიმართულებითაც ასე თუ ისე საჭირო უნარჩვევები მაქვს, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე. ამ მიმართულებით წავიდე. იმისთვის რომ შრომის უნარიანი ვიყო. ან ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ შრომის უნარიანი ვიყო. იმიტომ რომ მე ორი კვირა ხო არის შვებულება უკვე ერთი კვირის თავზე მეორე კვირა რო იწყებოდა უკვე აღარ შემეძლო უკვე დაბრუნება მინდოდა სამსახურში და რა გენატრება ყველაზე მეტად პროფესიიდან? ყველაზე მეტად მინატრება ადამიანებთან შეხვედრა. აი აქციის დროს რო დავდიოდი და უცხო ადამიანებს რო ვრთავდი რომ აი ეს კომუნიკაცია მინატრება. მინატრება აი რომ ვამბობდი რომ საღამო მშვიდობის. მენატრება ხო აი რო ვწერდი და ვამბობდი რასაც ვფიქრობ არ ვიცი რა დამემართა მთავარი არხის მერე არ ვიცი ჩავიკეტე აი მიტკინა ზუსტად ვიცი როდესაც დავბრუნდები როგორ დავბრუნდები და ზუსტად ვიცი რომ გამომივიდა როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი 5 წლის შემდეგ როგორ წარმოგიდგენია შენი თავი ამ პროფესიაში ულაპარაკოთ და აუცილებლად ვინც იქნება ხელისუფლება მის ოპოზიციაში აი აუცილებლად ეს შემიძლია ვთქვა გადაჭრით რომ არასდროს არავის მაქებრად არ გამოვდგეთ. მე ზოგადად არ მგონია რომ ჟურნალისტიკა მოგონილი არის იმისთვის რომ ვინმე შეაქო. შემთხვევით არაფერი არ ხდება ხო ამბობენ ხშირად ამას ეთანხმები? კი. კი. ეს დიდი პაუზა შეიძლება არ იყოს შემთხვევითი. და რაღაცა ძალების აღდგენის რაღაცების გადაფასებისთვის იყოს. ხო, იმიტომ რომ ჩემ პოზიცია როგორც ჩვეულებრივი დია და პროფესიონალი. ხო, ჩემი ეს უნარები, ხო, ვისთვის როგორი ვისთვის მოსაწონი, ვისთვის დასაწონი, ეს ხო არ საწასულა. ანუ მე ხო პოზიცია არ შემიცვლია, მე ხო უცებ არ მიფიქრია რომ იცი რა მევწდებ. არა, უბრალოდ ვარ გაჩერებული. ანუ უძრაობაში ვარ, მოდი ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ისევ ის დეა ვარ. ისევ უნარჩვევებით, ისევ შინაგანი სამყაროთი. შეიძლება უფრო გაზრდილი და დაფიქრებული. და კი, უფრო გაზრდილი და დაფიქრებული. გაბრაზებული ხარ ვინმე ესა? არ დავასახელოთ უბრალოდ. არა, კი, როგორ არა. კი, გაბრაზებული ვარ, ასაკვირვალია. რატო ბრაზდები ხოლმე ადამიანებს? იმიტომ რომ სხვა მოლოდინები გაქვს მათგან? ხო, მოლოდინსაც სინამდვილეში ხო შენ იქნი. ხო. მოლოდინსაც ის ადამიანი ხო არ ქმნის, ანუ აი შენ აჯერებ შენ თავს და გაბრაზებული ვარ, აი ეს ზოგადად ვიტყვი. ჩვენ ყველამ ჩვენი შეცდომით თუ არასწორი ნაბიჯით წვლილი შევიტანით იმაში რა რეალობაც დღეს არის და კი გაბრაზებული ვარ მათ შორის საკუთარ თავზე ამიტომ კი ბევრ რამეს შევცვლიდი აი ბევრ რამეს შევცვლიდი ულაპარაკოდ აი ერთი ინტერვიუ ან ერთი გადაცემა რომელთაც გამორჩეულად ამაყობ რომელი იყო სუპერ ძალოვან გახარიასთან ინტერვიუ ხო, ეგ ისეთია. მახსოვს, ანუ რატო გახსოვს? პერსონიდან გამომდინარე თუ თვითონ იქ იყავი რა? პერსონიდან გამომდინარე არა. ვფიქრობ უფრო მომზადებული უნდა მოსულიყო. ასე ვიტყოდი. კიდევ მახსოვს. მოგწონს პროცესში, როდესაც რესპონდენტები, შენი რესპონდენტები ახლა არ არიან, ჩემნაირი რესპონდენტები, მე ჩემი რესპონდენტები მართლა მიყვარს და თუ არ მიყვარს და არ მომწონს, ჩემი რესპონდენტები არ არიან სიყვარულისთვის. ხო, შენი რესპონდენტები სიყვარულისთვის არ არიან და ამათთან თითქოს გიწევს შენ ჩემი ფორმატისგან განსხვავებით ეგ არის, რომ ანუ უნდა შეეჯიბრო კიდე. ხო, პოლიტიკურ თოქ-შოუში ანუგებ, ხო, ანაგებ. ხო. ჯობია მოიგო. ხო, და როდესაც უგებ და ხვდები ამას პროცესში, რომ უგებ.
აი ეს რა არის? დიდი აზარტია. ხო, და აზარტი მაგ აზარტის იქნება. დროს მე მიჭირს გაჩერება. აი ჩემი პროდიუსერი როცა დრო მეუბნებოდა ხოლმე გიმთავრდება, არ გინდა. გადაცემაზე. რომ აი ეს აზარტი ხო არის, აი ეს რაღაც ადრენალინი და მინდა რომ გავაგრძელო და ქრონომეტრაჟი აღარ არის. ახლა ხო არ გაათენებ და ხო არ გაათენებინებ მთელ საეთეროს. ეხა გადაცემის უკან ხო რამ ხელა შრომაა შენ ხო იცი? ჩემი პროდიუსერი მეუბნება ხოლმე, მეუბნებოდა ხო. დეა წაქცეულს აღარ ურტყამენ, წავედით სახლში, იმიტომ რომ აი სხვა აზარტი აქვს. რასაკვირველია, ამიგია კიდეც მომიგია კიდეც ამას ქედმაღლურად კი არ მეც წამიგია. ანუ აი რაღაცა მაგარი ტიპი ხარ მაგ. კი, იმიტომ რომ ჩემი პროდიუსერიც დედა ჩემის არ იყოს, იყო. ხო, ვერ მოვშევ წარსულ დროში. იყო უმკაცრესი შემფასებელი. აი ასევე მთელ სამყაროს რო შევექერო ყოჩახ. კახი აუცილებლად მეტყოდა რომ ხა ეს რა იყო, ხა ვითომ მეტი არ შეგიძლია? ეს ახარ? აი ასე თუ გარემოში ვიყავი და ვინ გინდოდა და ვინ გინდა დღემდე რომ ყავდეს რესპონდენტად? აი გამორჩეულად ვინ გინდა? მე მყავს ერთი ეგეთი რესპონდენტი. გამორჩეულად. არა, ერთი არ მყავს, ბევრი მყავს, მაგრამ ნუ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იქნებოდა ჩემთვის. აი შენთვის ვინ არის ესეთი? ამ ყველაზე მონაცემებით, საინტერესო. ამ რეალობაში. ვისთანაც მინდომებოდა ინტერვიუ არის ივანიშვილი. აი ამ რეალობის გათვალისწინებით მინდომებოდა. ძალიან საინტერესო იქნებოდა და დიდი სიამოვნებით ვნახავდი შენ და ივანიშვილის გადაცემას. ხო, აი მინდომებოდა. ნუ მასთან ვერასდროს მექნება ინტერვიუ რურუასთან. სიამოვნებით მექნებოდა ინტერვიუ. იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და ვცემე მის ინტელექტს დიდ პატივს. არის ესე, ლევან ბერძენიშვილი მინდოდა სულ და სხვა შორის მყავდა ჩემი პირველი გადაცემის პირველი სტუმარი იყო ლევან ბერძენიშვილი. ეს ვიღაცები მყავს გამორჩეული. ვიღაცებთან მქონდა გადაცემა, ვიღაცებთან არა. რა არის ახლა შენი მთავარი სათქმელი? ხალხისთვის. არასდროს უნდა გაჩერდე. არასდროს. სახელმწიფო მანქანა კი არა. მთელი სამყარო რო გიპირისპირდებოდეს, შენ თუ დარწმუნებული ხარ შენს სიმართლეში, არასდროს არ უნდა გაჩერდე. იმიტომ რომ სულ ვამბობ, აი, ცვლილება და ეს არა მარტო პოლიტიკას ეხება, ეს ყველაფერს ეხება. ცვლილება იწყება ერთი ადამიანით, ერთი აზრით. ადამიანით, რომელიც გადაწყვეტს, რომ ასე აღარ უნდა. მე ამ პროცესში ვარ ახლა, რომ აი ასე აღარ მინდა რომ გაგრძელდეს ჩემი ცხოვრება. და ამიტომ ვიწყებ ცვლილებას ჩემს თავში. ყოველთვის ყველაფერია შესაძლებელი, არავინ არ თქვას, რომ რაიმე არ არის შესაძლებელი და ყველაზე მთავარი რაც მე ამ წელმა მასწავლა არის ის, რომ თუ პასუხები გინდა, შენ თავში უნდა ეძებო. გულჩველი არა ვარ. ანუ მე თუ ვიტირე, დღეს ხო გეუბნებოდი, აი ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილამდე აი ერთი ნაბიჯი მაქვს დარჩენილი. გამორიცხული. ამას არაკეთებ შეგნებულად? არა, ვერ ვტირი. ვერ ტირი? თუ არ ტირი? არც და ვერც ორივე ერთად. ბოლოს როდის იტირე? ბოლოს ვიტირე ზაფხულის დასაწყისში. და რა იყო? ვიტყვი? თუ ვინ არ მითხრა? ხო. ჯობს რა ვთქვა, ხო, ბოლოს ვიტირე და ვუთხარი. მე არ მოგეშვა რომ იტირე. ანუ ისე უფრო რა მომეშვა იცი, ჩემ თავს ვუთხარი, რომ აღარასდროს გაბედო, რომ შენ თავს ასე მოიქცე თქო და აი აღარასდროს აღარავის მისცე შესაძლებლობა, რომ შენ ასეთი გულნადგენი იყო თქო. რაზე ოცნებობ? ვეა რაზე ოცნებობს? ჩემი ერთადერთი და მთავარი ოცნება უკავშირდება ჩემ ოჯახს, რომ აი ეს ჯადოსნური ჯოხის თემა მაქვს რა. გავაცოცხლებდი ბაბუს, გავაცოცხლებდი ნიკუშას, გავაცოცხლებდი მამა ჩემის დედას, რომელიც მე 3 წლის ვიყავი, რომ გარდაიცვალა და კარგად არ მახსოვს, აი მაშინ დიდი კასეტები იყო და იმ კასეტებში რა ვიდეოებიც იქ, აი 3 წლამდე სულ მამა ჩემის დედამ ზრდიდა. აი ეს მინდა მიხვდე, აი ერთიანი ოჯახი მინდა. აი მინდა ჩემი დიდი ხმაურიანი ოჯახი დანაკლისის გარეშე, იმიტომ რომ ის ვინც ძალიან გიყვარს ის რო გეცლება. სახლი აღარასდროსაა ისეთი. აღარასდროს და ჩვენი ოჯახიც ვეღარ არის ისეთი, როგორიც იყო, აი მამა ჩემის დედამდე,
ბაბუა ჩემამდე ნიკუშამდე აი აღარ არის ფიზიკურად. ნიკუშას თემა მახსოვს, ამბავი მახსოვს, შენი პოსტებიდან მახსოვს. ხარ ჩემი ბიძაშვილი იყო ნიკუშა. აი ეს იყო აი ეგ იყო რაღაცა ისეთი გარდამტეხი რამაც აი არ ვიცი. აი საბოლოოდ რომ რაღაცა იმ შენში მართლა რომ მოკვდება და იცი რატო ერთია გარდაცვალება და 19 წლის ბიჭს რომ არ ხავ და აი ღმერთს რო ეხვეწები რა მოხდა? ავარია. მე ვიყავი გადაღებაზე და მე ვიყავი ნიკუშას მეურვე, ანუ ნიკუშა 19 წლის იყო. 17 წელი მის დედმამა იყო ემიგრაციაში. 17 წელი. ყველაფერი გააკეთეს ნიკუშასთვის. სახლი უყიდეს, მოაწყვეს, მანქანა უნდა ეყიდა. აი ძლივს რო იმ ცხოვრებას აშენებ, რომ უნდა დაბრუნდე. შენ ქვეყანა, შენ შვილთან, ერთადერთი შვილი რო ყავს და 2 წლის ბავშვი დატოვა მშობლებმა, წავიდნენ ემიგრაციაში, ყველაფერი გაუკეთეს და და შენ იყავი მეურვე. მე ვიყავი მეურვე და მე გადაღებაზე ვიყავი რომ დამირეკეს. ოღონდ რომ დამირეკეს მე ვიფიქრე ასეთი რამ რომ მეთქი მანქანით და აი რა უნდა იყოს ეხლა რა ვიცი ფეხი მოტყო და ხელი მოტყო და არა უშავს ოპერაციას გავუკეთებ განა რა უნდა იყოს. უკვე რომ მეორედ სავალდებულო ჯარში იყო ნიკუშა და უკვე ეტყობა ჯარისკაცმა რომ ვერ ამიხსნა ეს ხელმძღვანელმა დამირეკა რომ ეს რთული შემთხვევაა და რამდენ ხანში იქნებითო და მე კახეთის გზატკეცილზე ვიყავ. და ჩემს დაურეკა რომ მეთქი წამებში უნდა იყო. და ნანა მართლა არ ვიცი 1 წუთში იქ იყო. ოპერაცია გაუკეთეთ. მე 1 კვირა იყო კომაში და უკვე ბიცალა ჩემი და ბიძა ჩემი ჩამოსულები იყვნენ უბრალოდ აი არ ვიცი ანუ შენი შვილისთვის რა ყველაფერი გააკეთე ჩამოდიხარ და კომაში გხვდება და ერთი შვილი ყავდა. ერთი ხო აი ეგ იყო და ნიკუშას მამა ჩემი ზრდიდა ან მამა ჩემი სულ ამბობდა რომ დეა ვერ გავზარდეო რაც ჩემ შვილზე მინდოდა ყველაფერი ნიკუშას გავუკეთე ანუ გიასთვის ნიკუშა იყო ყველაფერი აბსოლუტურად მე ეგრე არ გავუზრდივარ აი ესე ნიკუშას ზრდიდა დაატარებ ჩემთვის პატარა ძმა იყო ხო და ანუ ეს ბიძაშვილს არც მეძახდა რომ ისი დავიყავი და ეს მშობლები ჩამოვიდნენ და წარმოიდგინე როგორია კომაში ხვდება შვილი და მაშინ უკვე განმეორებითი შეტევა თუ იქნება ვერ გადარჩებაო და მაშინ მივხვდი რომ აი მართლა რა ცხოველია ადამიანი რომ აი უკვე რომ მივხვდი რომ ნიკუშა ძალიან ცუდად იყო და აქ გადარჩენის შანსები არ იყო ახლა ვლაპარაკობ რომ ლოცულობ ხო იცი რომ აი გევიდრები მეთქი ღმერთო თქო რომ აი რაც მე მაგ წლები წაიღე ყველაფერი მეთქი ოღონდ ნიკუშა გადაარჩინე თქო ბუნდოვანი ემოცია მაქვს რო ვიხსენებ აი რაღაცა საბოლოოდ გაქვავდა მაშინ ჩემში რა აი იმდენად ახლოს მოვიდა სიკვდილი აი მეტი უბედურება რა უნდა დამემართოს თაია მე ნიკუშას მეგობრები გავიცანი ნიკუშას გარდაცვალების მერე იმიტომ რომ მე არასდროს მეცალა და ფანტასტიკური ბავშვები აი მართლა ფანტასტიკური სამეგობრო ყავდა ნიკუშას და თურმე ნიკუშა რო ეხუმრებოდა მის მაკაცები რომ გააბრაზებდნენ ვის უშლითან ეროს ჩართეთ ტელევიზორია ჩემ გვარს გაიგებთო და თურმე ისე იდი ანუ ამბობდა სულ რომ აი ჩემი და ჟურნალისტია და ჩემი და საამაყოა შენი თამაყობდა კი და ყოველთვის ვენატრებოდი ხედავდა ტელევიზორში ოღონდ ვერ ხედავდა სახლში და ისე უნდა და მე მის მეგობრები მიყვებოდნენ რომ იცი როგორ უნდაო რომ აი ჩვენ ყველა ერთად შენთან ერთად გვიქეიფა ერთად ყოფილიყავით და მე არასდროს მეცალა მე მარტო ჟურნალისტი დეას შექმნით ვიყავი დაკავებული და ამიტომ ეს არის რასაც ნანო ხო რაღაცები არ სწორდება ანუ ეს როგორი ტკივილი მაგიცი აი მთელი ცხოვრება მინდომება იმიტომ რომ ნიკუშას მთელი ცხოვრება უნდოდა და მე ეს სურვილი მას ვერ შევუსრულე ანუ ვერ გავაკეთე ცრემლი არ მიყვარსო და არ მინდა რომ გქონდეს და გადავიდეთ ანუ იმ მაყურებელს რას ეტყოდი ვისაც შენ ენატრები იმას რომ ეც სიგიჟემდე მენატრები თითოეული ადამიანი ისე მენატრება
აი ეს კომუნიკაცია მენატრება, ეს სიყვარული, სხვათა შორის კრიტიკა. იმიტომ რომ მე არ მაქვს პრობლემა კრიტიკის მიმღებლობის და რაღაც რაც უთქვამთ ხოლმე გამithვალისწინებია კიდეც აი ეს სიყვარული მაფიქრებინებს იცი რას რომ რაღაცები სწორად მიკეთები. ანუ ადამიანებს რაღაცები დაუნახავთ, რასაც ვცდილობდი, როგორც მუშაობდი, რაც მინდოდა რომ გამომიყვანა ამ ყველაფრისგან, იმიტომ რომ 8 თვეა ხო სახლში ვძივარ და დღემდე არის რომ აი როდის დაბრუნდები ამას აი ვერ იყიდი. ანუ ამას წლები ვერ მოგცემს. მე არ ვიცი რა მომცა. როგორ დაამთავრებდი ამ ინტერვიუს? ამ ინტერვიუს დავამთავრებდი. ამ ინტერვიუს არ დავამთავრებდი, იმიტომ რომ მომწონს შენ დავაპარაკი. სხვათა შორის და იცი როგორ არა ეს მართლა გეჭორავები რა. აი ნერვიულობა მომეხსნა და აი რაღაცა პირველ 5 წუთში აღარ იყო უკვე. ხო, არ ვიცი რომელ პირველ 5 წუთში აღარ ვიცი, მაგრამ აი რაღაცა აქეთ რო კამერა იყო, აღარ მახსოვდა უცებ რაღაცა. და ხა ბოლო რაღაცა ესე ვიქნები, რომ ერთიანად ამოვისუნთქავ. ამ ინტერვიუს დავასრულებდი იმით, რომ ცი რა არის? უნდა ვაკეთოთ ყველაფერი, რაც გვინდა, ოღონდ მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავთან. დიდი მადლობა ასეთი გულწრფელი ინტერვიუსთვის, ასეთი გულწრფელი დიალოგისთვის და ზუსტად ვიცოდი რომ ესეთი იქნებოდა. მე დარწმუნებული ვარ რომ სულ სხვანაირ დიას იპოვნიან ამ ინტერვიუში, რომელსაც აუცილებლად უნდა უყურონ. იმედია და ეს იქნება შენი დამსახურება და რაც მინდა გითხრა, აქამდეც მithქვამს, რომ თუ ადამიანი კარგად საუბრობს, ეს არის უდიდესი წილი წამყვანის ის მას როგორ დამოკიდებულება აქვს, როგორ უსმენს, როგორ ხსნის, როგორ გრძნობს, როგორ მიყვება, როგორ ფიქრობს და იმიტომ რომ შენ ხარ ასეთი კარგი, იმიტომ იყო ასეთი საინტერესო ჩემთვის შენთან საუბარი. ნუ ახლა დანარჩენი მაყურებლის გადასაწყვეტია, მაგრამ ეს საქმე გამოგდის ძალიან კარგად და აუცილებლად უნდა გააგრძელო. ეს არის ჩემი მეგობრული და პროფესიული რჩევა. ხო, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის განსაკუთრებით შენაირი პროფესიონალისგან. ჩემთან ჩემი სახით ერთი გულშემატკივარი პლუს ესე შეიძლება. ერთი გამომწერი. კი, ერთი გამომწერი. გამომწერი შეძენილი ხო, უკვე ვარ გამომწერი. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. შენ იმისთვის რომ იყავი ასეთი ნამდვილი.